მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ ეს ინფორმაცია, რომელიც ტელეკომპანია, სანქცირებულმა ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა პირველი, ემსახურება ნახევრად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ნახევრად სიმართლეს ან საერთოდ ტყუილს ეუბნებიან საზოგადოებას. მოდი პირდაპირ ფაქტებით დავიწყოთ რა გვაქვს ეს ხელისუფლება. რა არის ტყუილი? ხო, პირველი ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ეს არის ჩვეულებრივი კომერციული სტატია და ამაში ახალი არაფერი არ არის. ჩვეულებრივი მსგავსი შინაარსის სტატიები არის ჩვეულებრივი კომერციული, ამაში ახალი არაფერი არ არის, თანხას გადაიხდი და დაბეჭდავენ. იმიტომ რომ კომერციულია და რეკლამის შინაარსის არის. ეხლა რაც შეეხება თბილისში აშენდება თუ არა, როგორ აშენდება ჯერ ეს არავინ არ ვიცით, მაგრამ ფაქტი არის ერთი ის, რომ ხაკაძემ და წულაიამ იყიდეს ბრენდი. ანუ ჩვეულებრივად დეველოპერულ კომპანიას, ანუ მშენებელ კომპანიას შეუძლია ჩავიდეს ამერიკაში, გადაიხადოს 1 მილიონიდან 5 მილიონ დოლარამდე თანხა, მიიღოს ბრენდის სახელწოდება და შემდეგ უკვე პროექტის ღირებულებიდან გამომდინარე ტრამპის ორგანიზაციას უნდა გადაუხადოს 3-დან 5%-მდე, ანუ რა ღირებულების მშენებლობასაც აწარმოებს. ასევე აქვთ კონკრეტული მოთხოვნები, რომ ეს უნდა იყოს იმ ქალაქში, სადაც შენდება ყველაზე მაღალი შენობა ნაგებობა, ესეთი მოთხოვნა აქვთ და შესაბამისად აქ თუ აშენდება 70 სართულიანი, ეს იქნება თბილისში ყველაზე მაღალი, იმიტომ რომ 70 სართულიანი შენობა ნაგებობა არ აგვაქვს. უბრალოდ აი ამ მშენებლობას ქართული ოცნების პროპაგანდა იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, ხო? ანუ სურათსაც რო შეხედო, რა სურათიც დადეს, ხო? პირველი ერთი ბიზნესმენი არის, რომელიც ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენია, ეს არის ხაკაძე. მეორე ბიზნესმენი საერთოდ ქართულ ოცნებაში მყოფი ბიზნესმენი იყო და შესაბამისად ეს ორი ადამიანი სახელმწიფოსგან ყველანაირი პრივილეგიებით სარგებლობს. ერთი შემწირველიც არის, მეორე კონტრაქტორიც არის, წულაიას ძმამ სახელმწიფოს დაფინანსებით სამშენებლო, ასე ვთქვათ, ბლოკის სამშენებლო ქარხანა ააშენა და საკმაოდ წარმატებულად არის დღეს ბაზარზე. ანუ ეს ადამიანები არიან ქართულ ოცნებასთან დაახლოებულები. ხოლო იქ ერთ-ერთი სპორტსმენის გამოჩენა, ხო, ეს არის ისევ პროპაგანდის ნაწილი, რომ მარტო წულაია და ხაკაძე საზოგადოებისთვის არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენენ და შესაბამისად იქ ჩვენი სპორტსმენი საქართველოს ასე თუ გამოჩენილი სპორტსმენის გამოჩენა იქნებოდა მათი პროპაგანდისთვის ძალიან კარგი. ოღონდ აქ არის ერთი რამ მნიშვნელოვანი, რომ იმ ორგანიზაციამ, რომელმა ორგანიზაციამაც მიყიდა მათ ბრენდი, ეს არის ტრამპის ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციამ რო შეიტყოს, რომ აღნიშნული პროექტი გამოყენებული არის პროპაგანდისთვის და ამ ყველაფერს იყენებს მთავრობა და უკავშირებს კონკრეტულად პრეზიდენტ ტრამპის სახელს და მასთან ურთიერთობას, ეს პროექტი ფიზიკურად ვერ განხორციელდება. ვერ განხორციელდება, იმიტომ რომ ტრამპის ორგანიზაციამ, რაც ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ძალიან მკაცრად გამიჯნა ბიზნესი პოლიტიკისგან და არდებს არანაირ კონტრაქტებს მთავრობებთან. ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალყურს, რომ მათი პროექტი არ გახდეს პროპაგანდისთვის გამოყენებული. ანუ პრეზიდენტ ტრამპის სახელს თუ გამოიყენებს მშენებარე კომპანია, ის ფიზიკურად ამ პროექტს ვერ განახორციელებს. ან უკვე თუ განხორციელებული აქვს ეს პროექტი და გაიგო ცენტრალურმა ოფისმა, რომ ამას იყენებს პროპაგანდისთვის, უბრალოდ ჩამოხსნის იმ აბრას და აღარ ექნება მას ტრამპ ტაუერის, ასე ვთქვათ, სახელწოდების გამოყენების უფლება. ანუ რა პერსპექტივა აქვს ესე იგი ამ ამბავს? პერსპექტივა აქვს ძალიან მარტივი, უბრალოდ ძალიან მალე გაიგებს ტრამპის ორგანიზაცია, ანუ ბიზნესი იმას, რომ ქართული ოცნება ამ მშენებლობას იყენებს პროპაგანდისთვის. თორე ეს ჩვეულებრივი ბიზნეს გარიგებაა კომპანიას, რომელსაც აქვს კარგი შემოსავლები და მას შეუძლია იყიდოს ბრენდი, რა ვიცი, შეუძლია წავიდეს, იყიდოს და ააშენოს, ანუ თუ დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებიც აქვს ამ კონკრეტულ ორგანიზაციას ახლა. ის რომ ქართული ოცნება ამას აკავშირებს
პოლიტიკასთან და რაღაცა სხვა კონტექსტში ანახებს მოსახლეობას, რომ აი თითქოს რაღაცა ტრამპთან დაალაგდა და რაღაცა ტრამპის შვილს ელაპარაკება ის შვილი ესენი ძალიან ვიწროთ უყურებენ ამ ყველაფერს, რომ თითქოს ახლა რადგან აქ ტრამპ ტაუერი აშენდება და რომ განხორციელდეს ეს პროექტი, თითქოს რაღაცა შვილი ახლა წავა ხვალ დაურეკავს ტრამპს და ეტყვის, რომ იცი რა არის, აი საქართველოსდან ჩამოვიდნენ და რაღაცა იქნება მთავრობას დაელაპარაკო. ანუ ესე არ ხდება. ძალიან რაღაცა ვიწროდ უყურებს ქართული ოცნება ამ ყველაფერს. თან პოლიტიკურადაც უნდათ რომ ეს გაყიდონ და ცოტა იყოს რაღაცა სასაცილო სიტუაციაში ჩაიგდებენ თავს. ეხლა გადმოვიდეთ უკვე ჩვენთან საქართველოში, სადაც უნდა აშენდეს კონკრეტულად ეს შენობა ნაგებობა. აქ უკვე პრობლემა არის ის, რომ ამ შენებლობას არ მოყვება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, ამ შენებლობას არ მოყვება საპარკინგო ინფრასტრუქტურის განვითარება და საბოლოო ჯამში ნებისმიერი შენებლობა, რომელმაც სიკეთე უნდა მოუტანოს ქალაქს, ამათი მმართველობის პერიოდში ხდება ტვირთი. ანუ მშენებლობის წინააღმდეგი არ არის არავინ. უბრალოდ ამ მშენებლობას პარალელურ რეჟიმში უნდა მოყვებოდეს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, ანუ შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, როგორც მიწისქვეშა, ისე მიწის ზედა. მაგრამ სამწუხაროდ, როდესაც კალაძე მოგედა ცუდი მენეჯერია ქალაქისთვის, კახა კალაძე და ამიტომ მის მიერ გაცემული ნებართვები სამწუხაროდ არ აკმაყოფილებს თბილისელების მოთხოვნებს. ამიტომ მივიღეთ ესეთი მდგომარეობა, რაც გვაქვს, საცობები, იმიტომ რომ განლადობა მანქანების განლადობას არ აკმაყოფილებს ის გზები, რა გზები ჩვენა გვაქვს, არ შენდება ესტაკადები, არ შენდება მტკვარზე ხიდები, საპარკინგო სივრცეები არ არის მოწყობილი, ანუ აღარ დაემატა საპარკინგო სივრცეები 2017 წელს, როდესაც საპარკინგო სივრცეები გადმოიბარა თბილისის მერიამ იყო 32000 და დღეს არის 28000. ანუ 4000-ით შემცირებული არის იმის მაგალითად, რომ გაზრდილი იყო და მიწისქვეშა, მიწისზე და საპარკინგო სივრცეები აშენებული იყო თბილისში. ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა არ არის ბოლომდე მოგვარებული, კვლავ პრობლემებია და საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ანუ ზოგადად აი ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ავტობუსის შეცვლა. აქ მთლიან სისტემაზე არის საუბარი და ზუსტად ეს არის, რომ აი ეს მშენებლობები ჩვენ გადაგვექცა საბოლოო ჯამში პრობლემად და არა სიკეთეთ. ეს არის, თორე ნებისმიერ მშენებლობას მოაქვს სიკეთე და კარგია, რომ მშენებლობები არის. ოღონდ ამას უნდა მოყვეს ინფრასტრუქტურის განვითარება და საბოლოო ჯამში ეს არის ცუდი მენეჯერის პირობებში და ქართული ოცნების პირობებში ის რამაც შეიძლება ქვეყანას მოუტანოს სიკეთე ხდება საზიანო, იმიტომ რომ არის კორუფციული ინტერესები, არის ნეპოტისტური ინტერესები, არის უცოდინრობა და ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ძალიან ბევრი ცუდი რამ კეთდება ქვეყანაში, როგორც ადამიანის უფლებების კუთხით, ისე ინფრასტრუქტურის კუთხით და საერთოდ ზოგადად ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით.